მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. გამოშვებას თბილისიდან მიღებული ამბებით ვიწყებთ. დღეს სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა მათ განთავისუფლებას, თუმცა მოსამართლემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობაში დატოვა. მან თქვა ის, რაც მას მიაჩნდა, რომ ამ საქმეში იყო სიმართლე. ანუ აღიარა დანაშაული. ვერ გეტყვით. ესეც სასამართლო შეფასებითია. ესეთი მოცემულობა არ აქვს, რომ ვინმეს წინააღმდეგ აძლევს. ჩვენების დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თქო, იქიდან გამომდინარე, რომ გაუთქმელობაზე გვაქვს თქვენი მოწერილი. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ღუდურშაურის ჩვენებით არანაირი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, ბატონი გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ მას არც ერთი წინადადება არ უთხოვს. ბატონი ტუკვაძის ჩვენებაც არის ორგზის შეცვლილი, თუმცა ბატონი გიორგი ტუკვაძეც ნამდვილად არ ახსენებს საერთოდ არც შეცვლილში და არც შეუსწავლ ჩვენებაში ბატონ გიორგი ხაინდრავას და ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი ტუკვაძე რომ იყოს კეთილსინდისიერი მოწმე ის აუცილებლად დღეს იქნებოდა საქართველოში. ბატონი ტუკვაძე არ გახლავთ საქართველოში. საქმეში დევს ერთადერთი მოწმის გვარად ტუკვაძის გამოკითხვის ოქმები. ორჯერ არის ეს ადამიანი გამოკითხული. პირველი გამოკითხვის ოქმის დროს ამბობს აბსოლუტურად სხვა რამეს და მეორე გამოკითხვის დროს რადიკალურად ცვლის პირველი გამოკითხვის ოლქში დაფიქსირებულ ინფორმაციას. თავად ტუკვაძეს კი ბრალი არ წაუყენეს, აშკარად ჩანს, რომ ამ ადამიანმა გადაირჩინა საკუთარი თავი, ხელი დაადო ვასილ მხეიძეს, მისცა ცრუჩვენება. ტუკვაძის ჩვენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება, კი. რატომ? იმიტომ რომ ის აღნიშნული პირი, ასე ვთქვათ, აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა აღნიშნულ პირთან ერთად სხვა პირებიც აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოძიებას. სამი პირი, ვინც იმყოფებოდნენ პატიმრობაში, დარჩნენ კვლავ პატიმრობაში, მათ შორის არის ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა. მათ სამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დაახლოებით 135 მოწმე ჩატარებულია ათეულობით სახის ექსპერტიზა, გამოყითხულია ათეულობით სახის მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რა თქმა უნდა, აღნიშნული პირების ბრალეულობას. დიახ, მათ სამ საქმეში განთავსებულია ვლადიმერ ღუდურშაურის ჩვენება აღიარების თაობას. ვაგრძელებთ გამოშვებას მუნიციპალიტეტის თემებით. ოზურგეთის საკრებულოში ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლის ლავრენტი ქვილორიას ინიციატივა მომავალი წლიდან პირველ კლასელთა უფასო კვებაზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ გაითვალისწინეს. დღეს ოზურგეთის საკრებულოში საფინანსო, საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ლელო ძლიერის საქართველოს წარმომადგენლის დეპუტატ ლავრენტი ქვილორიას რეკომენდაციის საკითხი განიხილეს, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტში პირველ კლასელთა უფასო კვების საკითხს შეეხება. გათვალისწინების შემთხვევაში ბიუჯეტს აღნიშნულის დაფინანსება 500,000 ლარზე მეტი დაუჯდება. როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეშულმა გვითხრა, რეკომენდაცია ჯერჯერობით ვერ გათვალისწინდა პროცედურული ნორმების ვადების დარღვევის გამო. ჩვენი კოლეგის ლავრენტი ქვილორიას კონკრეტული ინიციატივაზე ჰქონდა საუბარი. განხილვა ჰქონდა ამ საკითხის, უნდა მოგახსენოთ, რომ შესაბამისად წინააღმდება წარმოდგენილი იყო ვადების დარღვევით, ანუ ვადა კონკრეტულად 25 ნოემბრისათვის ჩვენ კომისიებისა და ფრაქციების მიერ წარმოდგენილი შეიმჩნევა და რეკომენდაციები გადაგზავნილი იქნა მერიაში და ამჯერად ბატონი ლავრენტის წინააღმდება ვერ მოხვდა ამ ნუსხაში, იმის გამო რომ ფაქტიურად ჩვენ აღარ ქონდა ის ვადა იყო დარღვეული, ამის გამო ვერ იქნა გადაგზავნილი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო. ეს წინააღმდება ეხებოდა პირველ კლასელთათვის უფასო კვების გათვალისწინებას ბიუჯეტში. და ჩვენ მოხარული ვართ აუცილებლად, ძალიან მოგწონს ასეთ წინააღმდებები, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ვადა შესაბამისი ვადაში ვერ იქნა ეს წინააღმდება წარმოდგენილი და ამის გამო ვერ იქნა გადაგზავნილი მერიაში. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით კიდევ ერთი მასტერკლასი ჩატარდა.
ამჯერად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორის, სასცენო მეტყველების, კულტურისა და საურატორო ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის მანანა ბერიკაშვილის მასტერკლასი სასცენო მეტყველებაში ჩატარდა, რომელსაც თეატრალური სტუდიის მოსწავლეები ესწრებოდნენ. პროფესორმა ასისტენტ ადელინა გოგუაძესთან ერთად 4 დღიანი პროგრამით ლექცია სემინარი თეატრის მოქმედი მსახიობებისთვის და სტუდიის მოსწავლეებისთვის ჩაატარა. მასტერკლასი მოიცავდა სუნთქვის სწორ ტექნიკას, ხმოვან ბგერებზე მუშაობის პრაქტიკულ ვარჯიშებს, მეტყველების დახვეწის თეორიებს, რომელიც გამორჩეულად დატვირთული იყო როგორც მეთოდური, ისე პრაქტიკული აქტივობებით. ჩამოვედი მე სახელმწიფო თეატრში ამ გაკვეთილების ჩასატარებლად მეტყველების კულტურაში, სასცენო მეტყველებაში, როგორც მსახიობებთან, ისევე ამ სტუდიის არაჩვეულებრივ ბავშვებთან. მე მგონია, რომ რეგიონალურ თეატრებს მუდმივად სჭირდებათ ასეთი, ასე ვთქვათ, შეხსენება, გამოფხიზლება და ჩემს ასისტენტებთან ერთად არაჩვეულებრივი გოგონები არიან. მგონი, რომ ეს თაობაც მომავალი, რომელიც ასე ვთქვათ, ჩაანაცვლებს ჩვენს თაობას, არსებობს, ვინც მიხედავს ამ სფეროს და მოულის და ხო არ ვიცი, სახელმძღვანელო არსებობს. რაზეც ვიწვალე მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და გავაკეთე სახელმძღვანელო, რომელთაც შეუძლიათ მე იხელმძღვანელო. ასე რომ ვაშაო ზურგეთის თეატრს და ვასიკო ჩიგოგიძეს, რომ ამ საქმეს ესე რუდუნებით ეპყრობა და უვლის. მასტერკლასს ესწრებოდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სწავლების ინიციატორი ვასო ჩიგოგიძე, რომელმაც ოზურგეთში თეატრალური სტუდიის არსებობაზე, მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. უყურებ ამ მასტერკლასს, ამ პრაქტიკულ ლექციას და ვარ მართლაც ბედნიერი, იმიტომ რომ ოდიდან ყოველთვის მქონდა სტუდია, ზუგდიდში ვიყავი თუ ოზურგეთში. ისიც არის, რომ ჩვენ თეატრის ძალიან დიდი ნაწილი მსახიობების არიან ჩემი სტუდიელები, ჩვენი სტუდიელები და როცა გადავხედეთ ბოლო წლებს, ნახეთ, რომ შევსებას თბილისიდან ძნელად ვიღებთ. ანდა კი, ჩვენ ბოლო წლებში ვყავდა თბილისლებიც, ვყავდა ქუთაისლები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა მისწრაფის მისი ქალაქისკენ. ამიტომ ვთვლიდი ყოველთვის და ეხლაც ვთვლი, რომ ეს სტუდია აუცილებელია და აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება ყველა ბავშვი არ გამოვიდეს მსახიობი, არ გაყვეს ამ გზას, მაგრამ ყველაზე დიდი რაც არის, ეს არის თავისუფლება. თავისუფლება სცენიური, თავისუფლება, ზედ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანები მინახავს სცენაზე რომ დგებიან, მათ ძალიან უჭირთ. იმიტომ რომ ამას სხვა რამ ჭირდება და სწორედ ეხლა თუნდაც ქალბატონი მანანა ბერიკაშვილის მასტერკლასები, ეს პრაქტიკული ლექციები და ჩვენ ისევე როგორც მეტყველებაში, სასცენო მოძრაობაში, თეატრის ისტორიაში, ხელოვნებაში, უკვე ამ სტუდიას ერთი წელი არ შესრულებია და უკვე ორ-ორჯერ რამოდენიმე დღით ჩამოდიან სწორედ მათ დასახმარებლად. ბერიკაშვილის სასემინარო კურსის შემდეგ ოზურგეთის თეატრისა და სტუდიის მსახიობებმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხათუნა კიკვაძის ლექციაზე თემაზე ქართული სცენოგრაფიის ისტორია მოისმინეს. აქ იყვნენ მე-11 კლასის მოსწავლეები, ეს არის უკვე ის პერიოდი, როდესაც ბავშვები აფართოვებენ თავის თვალსაჩინოს და რაც მთავარია, მაქსიმალურად უნდა ამ დროს შეუწყო ხელი, მიაწოდო ინფორმაცია, მიცეს შესაძლებლობა, რომ მათ გაიგონ რა არის ქართული თეატრი, შეიყვარონ გარკვეულწილად, კარგი
შემდგომ პროფესიონალი თეატრალები გახდნენ, ან კარგი მაყურებელი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ის თუ როგორ მუშაობს ეს სტუდია, არის მთლიანად თეატრის დამსახურება, არის მისი ხელმძღვანელის დამსახურება და რაც მთავარია, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რას ასწავლი აქ, როგორ ასწავლი და აი მე პირველად ვარ მაგალითად აქ მოწვეული, ჩემს გარდა კიდევ არიან პროფესიონალები, რომლებიც აქ მასტერკლასებს ატარებენ. თეატრში ვარ დაახლოებით 1 წელია და ჩემი მოსვლის დღიდან ისე როგორც სცენაზე თამაშის გარდა მე ვისწავლე ამის გარდა თვითონ თეატრის შესახებ ინფორმაციები. ბატონმა მასო მოგცა საშუალება, რომ გარდა ამ გამოცდილების აგრეთვე ჩვენ მივიღო თუნდაც აი ეს ტექნიკური მხარის შესახებ ინფორმაციები, სხვადასხვა მასტერკლასების დახმარებით შეგვეწყო სხვადასხვა სახის ინფორმაციები, რომ ეს ჩვენ სამომავლოდ ჩვენს პრაქტიკაში და მაშინ გამოგვეყენებინა. შევსაძლო უმრავლესობა ჩვენგანი აი ამ პროფესიას არ გავყვეთ, მაგრამ აი თუნდაც ერთი მასტერკლასით, თუნდაც ერთი გამოცდილებით ჩვენ სამომავლოდ ცხოვრებისეულად ისეთი დიდი გამოცდილება მივიღოთ, რომ ეს ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბატონ ვასოს, რომ მოგცა იმის საშუალება ყოფილიყავით ასე ვთქვათ, ამ ლექციის მომსწრე და მიგვეღო ინფორმაცია თეატრზე, მის მოღვაწეობაზე, მის ისტორიაზე და მის შექმნაზე. დიდი მადლობა ხათუნა კიკვაძეს ჩამობრძანებისთვის და სამომავლოდ ეს ინფორმაცია დარწმუნებული ვარ, ძალიან გამომადგება, რადგან მომავალში მეცოდნევა თუ საიდან მოდის თეატრი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის და ცხოვრებაშიც ძალიან მნიშვნელოვნად გამოვიყენებ. ზოგადად ვთვლი, რომ რაც შეიძლება ახალგაზრდებმა დრო დახარჯონ, რომ აი დაუშვათ გაიხსენონ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ ასე ვთქვათ, პროდუქტიულად შეიძლება გაატარონ დრო, ჩემთვის როგორც ბავშვისთვის, რომელსაც ძალიან უყვარს სცენაზე ყოფნა ბავშვობიდან, ძალიან დიდი შესაძლებლობაა ეს და ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ შეგვიძლია მე და ჩემს თანამედროვეებს დავესწროთ ამ არაჩვეულებრივ მასტერკლასებს. აი, როდესაც პირველად ჩამოვიდა ქალბატონი მანანა, ასე ვთქვათ, ერთგვარად დაძაბულები ვიყავით, რადგანაც ცოტა ასე ვთქვათ, ახალბედები ვართ ამ სფეროში და უკვე მეორე ჩამოსვლაზე ასე ვთქვათ, ღია გულით ველოდით, რადგან აი ძალიან საინტერესო იყო და ჩვენ როცა გავიგეთ, რომ აი ეს არის პირველი საფეხურები მომავლისკენ, რომელსაც მსახიობები და ასე ვთქვათ, თეატრში ადამიანები გადიან, რომლებიც ქმნიან ამ შედევრებს, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრის მომსა მიიღო ჩვენთვის და არ ვიცი, ნამდვილად ეს არის გამოცდილება, რომელსაც წლების მერე გავიხსენებ, რომ ასე ვთქვათ, არასდროს არ ვინანებ, რომ დრო დავხარჯე ამაში, ყველაზე პროდუქტიული ნაწილი იქნება ჩემი ახალგაზრდობის ალბათ. როგორც ვასო ჩიგოგიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ლექცია სემინარები ოზურგეთის დრამატულ თეატრში კვლავაც გაგრძელდება. კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გუშუ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე 1966 წელს დაბადებული მუქუს ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთკიცება დამოიღო. განზრახ მკვლელობით მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-100 მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემ ხალხთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.